14 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის რაჟდენ ჩინჩალაძის ცხედარი იპოვეს. ავარია მარცხენა სანაპიროზე 2 ივნისს მოხდა. 36 წლის კაცის მანქანას უკნიდან შეეჯახნენ და მართვა დააკარგინეს. რის შედეგადაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა. სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან. ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ცნობით კლუბებში 4375 მოსწავლეა ჩართული, მათ შორის არიან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და სამშობლოს სიყვარულის განმტკიცებას, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. უკრაინული დრონები მოსკოვში თავდასხმის შედეგად კრემლიდან 15 კილომეტრში ნავთობ ქარხანა იწვის. ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქიდან დილიდან ვრცელდება კადრები, სადაც უკრაინული დრონები ჩანს. მოსკოვის მერმა დილით დაადასტურა, რომ ერთ-ერთი დრონით დაზიანებულია მოსკოვის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ობიექტი. პარალელურად კრასნოდარში ლუკოილის მომარაგებელი ნავთობ ბაზა იწვის. ჩაკეტილია ქერჩის ხიდისკენ მიმავალი მაგისტრალი. უკრაინა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პირველი კლასტერი წარმატებით გაიხსნა. გადაწყვეტილებას მხარი ევროპული გაერთიანების წევრმა ყველა ქვეყანამ დაუჭირა. ამ დროს საქართველო ისევ ევროკავშირზე თავდასხმის რეჟიმში რჩება.